მოგესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო ნახსმენელებო, 30 ნოემბერია დღეს ჩვენი საკალათბურთო მატჩებზე მინდა გესაუბროთ და ჩვენი სასაუბრო თემა, მთავარი სასაუბრო თემა იქნება ჩვენი სანაკრებო მატჩები, რომელიც უკვე მეორე ტურს გამართავ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს შესარჩევის ჯგუფში მეორე ტურის მატჩ. საქართველოს ნაკრები თბილისის დროის სადღაც 22 საათზე და 35 წუთზე საზოგადოებრივ პირველი არხის შემოგთავაზეს მით მატჩ პირდაპირ ეთერი იქნება. საზოგადოებრივ პირველი არხი განმოგცემდა ამ ყველაფერს, მაგრამ მანამდე მე მინდა მოგიყვეთ უკრაინასთან ძალიან მაგრად ველოდის წარმატება მხოლოდ რა თქმა უნდა კარგი თაბეშტილება დატოვა გიორგი შემაძინმა და მარტო შემაძინმა არა, სანაძემ რომელმაც არაერთი რთული ბურთი ჩააგდო და კარგი თაბეშტილება დატოვა იმ ხიზო ათქულად გადაშტა დუდა სანაძე. როგორც მოგეხსენება, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, რომელს გასაოცარი მატჩი ჰქონდა იმის მიუხედავად უკრაინასთან ძალიან რთულ ბრძოლაში დაუმასხდის 79-92, რა თქმა უნდა და საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მესამე-მეოთხედის ნახევრამდე მიდიოდა საქმე კარგად ჩვენ ნაკრებს. ჩვენი კალმახით მიდიოდა ეს მატჩი და თითქოს უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამჯერადაც საქართველოს ნაკრებმა წაგებების სერია გააგრძელა უკრაინასთან. იმედია ამ ნავს გაწყდება და მომავალ წელს უკვე რომელიც თებერვალში გაიმართება უკრაინასთან აუცილებლად გვესაჭიროება მოგება და წარმატება. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მეტოქე ისევ ესპანეთი, რომელსაც მარიამობას ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ტური სუსტად 83-69 მოუგო და ძალიან დრამატული და დაძაბული ბრძოლა იყო და ძალიან დიდ შოკში ვიყავი და იმედია ვიმემდოვნე რომ დღესაც ვიზეიმებთ ამჯერად მსოფლიოს შესარჩევის ჯგუფური ეტაპი მეორე ტურის მატჩის გამარჯვებას. მე მინდა წარმატება უსურვო ჩვენ ბიჭებს და ჩვენ ქართველ სპორტსმენებს ყველა სახეობაში, სპორტის სახეობაში. ეხლა როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე თოფურიამ ძალიან მაგარი გამარჯვება მოიპოვა და წარმატებას უსურვებს ჩვენ ბიჭებს. ბრძოლა წესების გარეშე თუ მოგიწონათ ვიდეო გამოიწერეს, მე დაგიბრუნდებით დაახლოებით 3 დღეში.